გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ვინმე გიორგი გიგაურზე, რომელიც გახლავთ ყოველ შემთხვევაში ასე დაარქვა თავის თავს, რომელიც გახლავთ ვითომ მწერალიც, პოლიტოლოგიც და ჟურნალისტიც. მაგრამ ამ ადამიანს რო უსმენდა უყურებ, არ ვიცი, ჩვეულებრივი იდიოტის იქით ამ ადამიანის გასაქანი ვერ ხაჩავს რა. აი ამ არსებაზე მაქვს საუბარი მეგობრებო. აი ამ არსებაზე მაქვს საუბარი, ჩემო მეგობრებო. ეს არსება გამუდმებით რაღაცა ბოღმით და ზიზღით და სიძულვილით საუბრობს და მოკლედ რაღაცა სვაი როგორ გითხრათ რა, სახეზეც ეთყობა რომ ნახდათ ბოღმით არის რაღაცა გაბერილი ეს ტიპი რა და მოდი ახლა მოვისმინოთ ერთი პატარა გამოხტომა აი ამ იდიოტის და მე გავაკეთებ კომენტარს რა. ვავა კოცებო, ვავა, ეს რა დღე გაგითენდათ, უზარმაზარი სარიგთ ხარეს ევროკავშირიდან. ახლა ხან ევროკავშირმა დაამტკიცა ანტირუსული სანქციების 21 პაკეტი, სადაც შესული არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. აი ასე. როგორი გახარებული. შეგახსენებთ 3-4 თვის წინ ევროკავშირმა გააფრთხილა კოცები, რომ თუ კვლავ განაგრძობენ სანქცირებული რუსული ნავთობის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაში ყულევში მიღებას და გამამუშავებას, მას სანქციებს დაადებდნენ. კოცებმა მაკაბოჭორიშვილის თამადობით მუხლი ჩოქა იხოხეს და ეხვეწეს ევროკავშირს, არ დაგვასანქციო, აღარ მივიღებთ რუსულ ნავთობს. მას შემდეგ გავიდა 4 თვე და აგერ ახლახანს ევროკავშირმა მაინც დაასანქცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერთადერთი უდიდესი ქარხანა საქართველოში. ანუ ევროკავშირმა დაადგინა, რომ კოცები მაინც იღებდნენ სანქცირებულ რუსულ ნავთობს, ამუშავებდნენ მას და ყიდიდნენ. ოყნა მოგცეს, არა ბიძი სანქციები არაფერია, აი თუ არა ნახავთ ახლა. მოკლედ მეგობრებო, ყველამ ისმინეთ ხო რაზეც საუბრობს ეს არსება და ეხლა ვიტყვი შემდეგს. ასე რაღაცა შემართებით რომ ლაპარაკობს ეს ფაჩიკო ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ევროპელებმა დაგვასანქცირეს, იმიტომ რომ თურმე რუსეთიდან ყიდულობთ რაღაცა სანქცირებულ ნავთობს, წესით აი ამ არსებამ, რომელმაც თავის თავს დაარქვა პოლიტოლოგიც, მწერალის და ჟურნალისტიც, წესით უნდა იცოდეს შემდეგი, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებს და ზოგადად ევროკავშირს 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე რუსეთის ფედერაციასთან 520 მილიარდზე მეტი ევროს ბრუნვა აქვს და დაახლოებით 320 მილიარდზე მეტი აი როგორ ვთქვა, შესულია რუსეთის ბიუჯეტში პირდაპირ, აი რო წარმოიდგინოთ, რომ ქეში რო ჩაიტანონ და დაედოთ 320 მილიარდ ევროზე მეტი, აი ასეთი ფულია უკვე ჩასხმული რუსეთის კანა ეკონომიკაში, ბიუჯეტში და 2022 წლიდან დღემდე მოყოლებული, როგორც უკვე აღვნიშნე, 520 თუ 510 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ბრუნვა მაშინ, როცა უკრაინელების დახმარება თავიდან ბოლომდე ამ წლების განმავლობაში თუ არ ვცდები 200 თუ 220 მილიარდს არ ცდება რა. და ესეც უნდა იცოდეს წესით აი ამ არსებამ, თუ ამას რამე საერთო აქვს ან ჟურნალისტობასთან, ან მწერლობასთან, ან პოლიტოლოგობასთან მით უმეტეს, ხო? შესაბამისად, აი მსგავსი არანორმალური ტიპები მრავლად არიან წარმოდგენილი აი ამ ოპოზიციურ ფლანგზე, რომლებიც აი ესე გამოხტებიან და დამაჯერებლად რაღაცა სისულელეებს ამტკიცებენ გამუდმებით რა და არაფერი ამ ვიდეოთი ისევე როგორც სხვა ყველა ვიდეოთი კიდევ ერთხელ დაამტკიცა აი ამ არსებამ, რომ არის ჩვეულებრივი ამ ქვეყნის მტერი, რომელსაც უხარია ის ფაქტი, რომ საქართველოს რაღაცა სანქციების სიაში
მოყვა და არის ჩვეულებრივი იდიოტი, რომელიც აი რა ვიცი, თავის საკუთარი ცხვირის იქით ვერ იხედება და ელემენტარულად არ შეუძლია რომ იაზრონოს ან ინფორმაცია მოიპოვოს ან მიიღოს ეს ინფორმაცია, რაღაცა გაიაზროს რა და არ ვიცი. კი, ბიომასას რო ახსენებ ხოლმე ხშირად სიტყვას, სწორედ აი ეს გახლავთ ბიომასა რა, როცა ბიოლოგიური მასა ხარ და თავში ტვინის უჯრედი არ გაქვს ისეთი არც ერთი ცალი, რომელიც რაღაცას ფიქრობს და აზროვნებს რა და გამოხტები და რუსები და ხრუსები და ქოცები არიან რუსები და ჩილიაბინსკი და რაღაცა გამოდებით აი ამ რაღაცა ბოდიში და ყლეობების ლაპარაკის იქით ვერ მიდის აი ამ არსებების გონება რა და რა ვიცი ბიომასა ხარ კი ვიღაცა ხარ გიორგი გიგაური შენ ბიოლოგიური მასის იქით არაფერს არ წარმოადგენ მეგობარო წერალი და ჟურნალისტი კი არა რა ის მეგობარო ღმერთმა დამიფაროს რომ შენ ჩემი მეგობარი იყო როდესმე ან ამ ცხოვრებაში და ან სხვა ცხოვრებებში ხო მოკლედ ეს არის რისი თქვაც მინდოდა მეგობრებო რა და დაგემშვიდობებით ეხლა და იმედი მაქვს რომ სწორად და გასაგებად გადმოვეცი ის რის თქვაც მინდოდა და რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის